ჩვენ ვაკვირდებით საპროტესტო ამ წინააღმდეგობის ფორმების განვითარებას გარკვეულწილად, ხო? ამ ფორმების ცვალებადობას თვითონ რეჟიმის მიერ გადადგმული ნაბიჯებიც კარნახობს გარკვეულწილად. და ამის მაგალითი არის ბოლო 2 დღე, როდესაც არ გაჭრა იმ საკანონმდებლო ცვლილებებმა, სრულიად დრაკონულმა, რომელიც იქნა მიღებული და რუსთაველის გადაკეთება მაინც ხერხდებოდა ინდივიდუალური გმირობების ხარჯზე. ცალ-ცალკე აღებული ყველა ეს ისტორია არის აღმართოვანებელი და განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს და ამას ვაკეთებთ კიდეც. მაგრამ როგორც პოლიტიკურ პროცესს რო შევხედოთ ახლა ამას ყველაფერს, სერიოზული sapolitsiო ძალების მობილიზება გახდა საჭირო იმისთვის, რომ რუსთაველი არ გადაკეტილიყო. თუმცა გუშინ ნახეთ, რომ მსვლელობა იყო და არანაკლები ორომტრიალის აღმოჩნდნენ ჩართულები, დღესაც ეს პროცესი ნაწილობრივ მიმდინარეობს. ამ ეტაპს როგორ შეაფასებდით წინააღმდეგობის? ძალიან საინტერესო ეტაპია. ერთის მხრივ ნახეთ ჩვენ ჯერ აქეთ წინააღმდეგობის ფრონტზე, რომელიც ფორმირების პროცესშია, ხო, ახლა ჩვენ პროტესტიდან ამ წინააღმდეგობაში შევდივართ, ამაში რეჟიმი გვეხმარება, უნდა თუ არ უნდათ. ხო, მიგვიბიზგებენ, მიგვაჩოჩებენ, ასე ვთქვათ, რომ როგორმე წინააღმდეგობაში გადავიდეთ. ეგ არ უნდათ მათ, მაგრამ უწევთ ისე მოქმედება, რომ ჩვენ ამისკენ გვიბიზგებენ. და სანამ ჩვენ აი ამ პროცესში ვიმყოფებით, ეხლა რაღაცა შეთანხმების პროცესში ვიმყოფებით, ანუ სხვადასხვა ჯგუფებს შორის, ადამიანებს შორის, ვინც აი ამ აქტივში ვართ ორივე ველზე, საპროტესტო, საზოგადოებრივ სეგმენტში და ასევე პოლიტიკურ სეგმენტში, ვინც არიან, როგორც არის, რა მოცემულობაც არის, აი ამ მოცემულობაში, სანამ ამ პროცესში ვიმყოფებით, ამავე დროს მიმდინარეობს ეს რაღაცა ფსიქოლოგიური ბრძოლა. ანუ რეჟიმი ცდილობს ეხლა რომ როგორმე წარმოაჩინოს, რომ ჩვენ პროტესტი არის მილევადი, წინააღმდეგობის არანაირი პერსპექტივა არ არსებობს და ჩვენ აქ ვართ რაღაცა ჯგუფი ადამიანების, მარგინალური ჯგუფი, ექსტრემისტების, ასე ვთქვათ, რომლებიც ეხლა ცოტაც და აღარ იქნებიან საერთოდ არავინ აღარ დარჩება რუსთაველს. ანუ რაც უფრო მეტად ცდილობს ამ დემონსტრირებას, აბსოლუტურ უკულ შედეგს იღებს. რუსთაველის პროტესტი გახდა უფრო ხალხმრავალი, გახდა უფრო ემოციური, გახდა უფრო დემონსტრირების, ასე ვთქვათ, ასპარეზი გაიშალა ამ წინააღმდეგობის და იმ პოტენციალის, რომელიც ჩვენს მხარეს არის. ბრძოლის ჟინი ამაღლდა და მივიღეთ, ესე იგი ადამიანები მივიღეთ, რომლებშიც ანუ გმირულმა სულისკვეთებამ გაცილებით მაღლა ამოიწია და გაცილებით თვალსაჩინო გახდა და ხელმოსაკიდე და გაზომვადი გახდა და ყველა ეს ადამიანი, ვინც ციხეში გაისტუბრეს, გამოვიდა იქიდან გაძლიერებული და სიამაყით სავსე. ნუ არ ვიცი ეს რეჟიმისთვის კარგი როგორ უნდა იყოს, მე ვერ წარმომიდგენია, მოგწეს არაჩვეულებრივი ფაქტორი. ნუ ეხლა ცოტა მტკივნეულია ეს პროცესი, ყველა გავდივართ, მაგრამ ამავე დროს ძლიერდებით, ხო? ანუ ნებისმიერი გაძლიერება არის ტკივილის შედეგად მოდის რა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბირთვი ძლიერდება, მაგრამ ეს ხო არ აშინებს უფრო ფართო ნაწილს საზოგადოებისა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული და ასეთი ნაბიჯების ბევრი მიზეზის გამო მზად არ არის უცებ. რუსთაველზე ხალხის რაოდენობა იზრდება დინამიურად. ხო, ეხლა რო შეხედოთ, ეხლა სანამ ეს კანონი იქნებოდა შემოღებული და სანამ ამ ჭანჭიკების მოჭერას დაიწყება, რუსთაველზე არ ვიდექით მაგდენი ადამიანი, ნამდვილად. ფაქტიურად ვინც ვიდექით, ანუ ნახევარი იქიდან კეტავდა, ნახევარი რჩებოდა. ეხლა გაცილებით მეტი ადამიანია. ეხლა გუშინ ნახეთ, ხო? ანუ რა გააკეთეს? ანუ ესე იგი ფაქტიურად არ გვაძლევენ საშუალებას, რომ გადავკეთოთ რუსთაველი, ამისათვის ამოქმედეს ამდენი ამხელა რესურსი პოლიციელების და საბოლოო ჯამში მიიღეს ის, რომ ასე ვთქვათ, დინამიკა შეიძინა რუსთაველის პროტესტმა, კი აღარ არის სტატიკური. ამოძრავდა და ეს მოძრაობა ეხლა ამათვის არის გაცილებით სერიოზული გამოწვევა, იმიტომ რომ ღმერთმა იცის, საით დავიძვრები და საით წავალთ, როცა კიდევ უფრო მეტნი ვიქნები და რაც გავაკეთებთ ღმერთმა იცის. ახალი თავის ტკივილი. რა ვიცი, ახლა ითვალონ ეხლა და ასე ვთქვათ, პროგნოზირება მოახდინო და ანუ გათვალონ ეხლა რამდენი ძალები ჭირდებათ, როგორ ჭირდებათ, იმიტომ რომ ашკარა არის ჩვენ ვრავლდებით და სრულიად ასე ვთქვათ, უკუ შედეგი აქვს ნებისმიერ მათ მოქმედებას. აი ეს დილემა, რომელშიც იმყოფებიან მათ, ისინი რომ ანუ ხისტი ძალის დემონსტრირებას მოახდენენ, ჩვენი ძალების აქსელერაციას იწვევს. და ამ დროს არ მოახდენენ ძალების დემონსტრირებას და მაშინ მათი სუსტის დემონსტრირება ხდება, რომელიც ასევე ჩვენს აქსელერაციას იწვევს. აი ამ დილემას ვერსად ვერ გაექცევა ვერც ივანიშვილი, ვერც კობახიძე და ვერც აი ეს ასე ვთქვათ მეთოდური სისტემა, რომელიც ასე ვთქვათ კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვათ და ბოლოს ამას მინდა მივცე შესაძლებლობა, რომ დასასრულს ისაუბროს და ჩემი შეკითხვა უკავშირდება ახლა უკვე პოლიტიკურ პროცესს და მის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.
თქვენ ახსენეთ ახლა რომ მიმდინარეობს შეთანხმების პროცესი, კონსულტაციების. თქვენი აზრით, სანამდე უნდა მივიდეს, რა იქნება ყველაზე ოპტიმალური წერტილი, სადაც შეიძლება ეს მივიდეს? იმიტომ რაღაც გამოცდილებები დაგროვდა, ნეგატიურიც და პოზიტიურიც. 4 ოქტომბერი ამ მხრივ მრავალმხრივი გამოცდილების მატარებელი იყო. კვლავ პოლიტიკურ პარტიებს უნდა კონდეთ წამყვანი როლი და ადგილი თუ არა მაშინ ვის ან რა როგორ წარმოგიდგენიათ? იმიტომ რომ გადაცემის პირველ ნაწილში მაგალითად სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები იყვნენ ჩემთან და მაყურებელს ნამდვილად არ დარჩებოდა შთაბეჭდილება იმისა, რომ მათ შორის რაიმე შეთანხმების მიღწევა უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნება. რბილად რო თქვა. ამიტომ ვერ გეტყვით რომ ოპტიმიზმით აღვივსე ამ ინტერვიუების წაყვანის დროს და ეს ქმნის რაღაც გარკვეულ პრობლემებს განწყობებშიც, იმიტომ რომ ამ დაძაბულ სიტუაციაში, როცა ავტორიტარული რეჟიმი მკაცრად ცენტრალიზებულია, მართვა არ უჭირს პირიქით, აქეთაც არსებობს მოლოდინი, რომ რაღაცა მაკოორდინირებელი ცენტრი არსებობს, რომელიც აი ამ ძალას გაუწევს სათანადო წინააღმდეგობას. აი რა უნდა იყოს ეს? ესე იგი, ნახეთ, საზოგადოება ჩვენ აქტიური ნახეთ, პროტესტს წინააღმდეგობას ყავს აქტიური მხარდამჭერების სეგმენტი. ეს ამ ხალხისგან, ანუ ამ აქტიური მხარდამჭერების გარკვეული ნაწილი ყოველ დღე მიდის და ფიზიკურად იქ დემონსტრაციულად დგას და ასრულებს გმირულ მოვალეობას, სამოქალაქო გმირობის რეჟიმში იყოფება და როგორც მომაღნიშნა, ესე არის. დანარჩენი აქტიური მხარდამჭერების აქტიურდებიან იმის მიხედვით, თუ რა მოქმედებებში შედის, ანუ რაღაცა რო ხდება, აქტიურდებიან, ხო? ანუ რაღაც ღირსშესანიშნავი თარიღია, აღსანიშნავი ძალის დემონსტრირება საჭირო, ქონდა 26 ოქტომბერი, 28 ნოემბერი გვექნება, გამოდის ეს ბევრი ხალხი. 4 ოქტომბერსაც მიუხედავად იმ ბუნდოვანი დღის წესრიგისა და ასე შემდეგ, ამდენი ადამიანი გამოვიდა, ხო? და არ გამოვიდა მარშისტვის, იქ გამოვიდა რაღაცისთვის, იქნებ რამე მოხდეს და მართლა და ამ რეჟიმს რაღაცა სერიოზული პრობლემა შეექმნას. მაგისთვის გამოვიდა. ეს ამათმა ძალიან კარგად იციან. აი ეს აქტიური მხარდაჭერების, ასე ვთქვათ, ეს კატეგორია, ხო? ასე ვთქვათ, ელოდება გარკვეულ მზად არის გარკვეული შეთანხმებისთვის და ჩვენ ყველაზე აქტიურები ვინც ვართ, აი ამ შეთანხმებას აუცილებლად მომზადოთ. აქ არის მოვამზადებთ და აქ ეს შეთანხმება იქნება. აქ არის დაკვეთა, რომ რეალურად ჩვენ გვჭირდება ერთიანი წინააღმდეგობის ფრონტის ფორმირება, რომელიც იქნება სანდო და სარწმუნო. ერთიანი წინააღმდეგობის ფრონტის ფარგლებში საზოგადოებრივს აქვს თავისი როლი და დანიშნულება და პოლიტიკურს აქვს თავისი როლი და დანიშნულება. მე ვფიქრობ, რომ ეხა ვითარდება და ყალიბდება ისეთი ჯანსაღი პროცესი, როდესაც საზოგადოება განიცდის გარკვეული კონსოლიდაციის დინამიკას, გარკვეულწილად ეხა ჩვენ ბრძოლის სტრატეგიაზე შევთანხმდებით, მალე ეს ჩარჩო სტრატეგია გამოვა და შევთანხმდებით და ეს შექმნის საზოგადოებრივ ძალის ცენტრს, უბრალოდ ეს შეთანხმება. და აი ამ საზოგადოებრივი ძალის აქედან წამოსულ დაკვეთაზე პოლიტიკური ველი ვინც არიან, როგორი ურთიერთობებიც მათ არ უნდა კონდეთ ერთმანეთში, რაც არ უნდა ხდებოდეს მათ შორის, ისინი ვინც ასე ვთქვათ წინააღმდეგობას ჯანსაღად აღიქვამენ, ხო? ანუ ისინი ამას აუცილებლად თვალს გაუსწორებენ, ფოკუსს გაუსწორებენ და გადმოეწყობიან აი ამ დაკვეთაზე. და ეს არის რეალურად პირველი ასე ვთქვათ ნამდვილი დემოკრატიის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რომ საზოგადოება უკვეთავს პოლიტიკურ დღის წესრიგს. შემდგომში უკვე აი ეს ერთიანი ფრონტით, აი ეს მთლიანად ფაქტიურად პოლიტიკურ ველსა და საზოგადოებრივ ველს შორისაც ეს შეთანხმება შედგება და აქ მივიღებთ ჩვენ ძალის ცენტრს, რომელზეც დანარჩენი საზოგადოება, რომელიც უკვე აქტიური მხარდამჭერები და ასევე პასიური მხარდამჭერები, აი ამაზე გავასწორებთ ფოკუსს. და მე ვნახოთ იქ ნეიტრალური საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი რო ყავს, ასე ვთქვათ, გამარჯვებულს რო ელოდება, საითაც გამარჯვებული იქნება, იქით რო იხრებიან და გასაგებია თავის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ და ასე შემდეგ და ხო ძალისკენ აი ვნახოთ იქ რა მოხდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია მიმდინარეობს და რეჟიმი ისეთ დილემაში იმყოფება, რომ მე ვერ ვხედავ რა შეიძლება მათ გააკეთო, რომ ეს პროცესი შეაჩეროს. ისინი პირიქით ყველა ახალი ნაბიჯით აქსელერირებას აკეთებენ, აშკარად. ერთის მხრივ რადიკალიზაციის, მეორეს მხრივ აუცილებლობას კიდევ უფრო მეტად უჩენენ, ხანს წინააღმდეგობა გაუწიონ, უბრალოდ შეცდომები არ დააშვებინათ. გაცილებით, აი ხა შეცდომები არ დააშვებინათ, თუნდაც იმის მსგავსი რაც იყო ახლოს. გაცილებით მძაფრად არის ფოკუსი გასწორებული, ეხა და ფოკუსირებულია საზოგადოება გამოსავლის პოვნაზე, ვიდრე მანამდე იყო.